საღამომშვიდობის სამწუხაროდ ამჯერად ბოდიშის მოხდა მომიწევს, რადგან დაპირებულ ეპიზოდს ვერ გთავაზობთ. რამდენიმე დღის წინ მეც ვნახე მარიამ მეყანწიშვილის შვილთან შეხვედრის კადრები და თვალებიდან არ ამომდის პატარა სრემლებით სველი სახე. ვინც არ იცით გაგახსენებთ, რომ მარიამ მეყანწიშვილი არის აქტივისტი, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის რუსთაველის გამზერზე დგას. აი ეს გოგოა ეუთოს თავმჯდომარეს რომ შეხვდა რუსთაველზე და ელაპარაკა ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მარიამს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ედავებიან, რომელიც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ვიდრე მარიამს გირაოთი გამოუშვებდნენ, მისი შვილი ციხის წინ თამაშობდა. ეს კადრებიც ვნახე. რამდენიმე დღის წინ სპეცრაზმელმა 4 წლის ბავშვს იარაღი დაადო, რომლის მამაც აქტივისტი ბორკილებ დადებული გამოყავდა სახლიდან. ცოტა ხნის წინ დააკავეს ჩემი კოლეგა ვახო სანაია და აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი, ორივე მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო დაკავების პროცესში. ის ივანიშვილის დიქტატურა, ის მისი მონა ჯავათე. გაჟღერდა 4 ადამიანის სახელი და გვარი, ვინც არის შესაძლო დამნაშავე და მონაწილეობდნენ ამ სასტიკ დაკავებული ასევე ჩემი კოლეგა ქეთა ციცკიშვილიც. რომელი ერთი გავიხსენო, ლევან ჯობავა, აზატ შილაჩავა, ნინო დათაშვილი თუ მზია ამაღლობელი, ათეულობით აქტივისტის ზის ციხეში და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ერთადერთი რაც ახლა მინდა გითხრათ არის ის, რომ სამწუხაროდ ეს ამბავი გვეხება ყველას. ჩემთან ერთად გეხებათ თქვენს, რომელიც ფიქრობთ, რომ პოლიტიკა თქვენი საქმე არ არის და თქვენს, რომელიც ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდება. საქართველოში 20-30-იან წლებში კომუნისტურმა რეჟიმმა ზუსტად კანონის სახელით იმდროინდელ კანონზე დაყრდნობით დახოცა ხალხი. ფაშისტურმა გერმანიამ სწორედ კანონის ზედმიწევნით აღსრულების პროცესში ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა. ასე რომ კანონი, რომელიც შორს დგას სამართლიანობისგან, კანონი არ არის. შეიძლება ცოტა გაცვეთილია გერმანელი პასტორის სიტყვები, თუმცა მაინც მინდა გაგახსენოთ. გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ყოფილვარ. ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ყოფილვარ. პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ყოფილვარ. შემდეგ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკი არ ყოფილვარ. შემდეგ მე მომადგნენ და არავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა მოეღო. ზუსტად ამიტომ, სანამ ჩვენც მოგვადგებიან, უნდა შევწუხდეთ ჩვენი მეზობლის, მეგობრის, თანამშრომლის თუ თანაქალაქელის გამო, რადგან თანაგრძნობა ერთადერთია, რაც ამ რთულ გარემოში უკვე მივიწყებულ იმედს გვიბრუნებს და ცოტაოდენ შვებას გვაძლევს. მქონდა რამდენიმე მცდელობა, რომ ამ უმძიმესი ვითარების პირობებში როგორმე გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა, მაგრამ არ მინდა დავემსგავსო იმ ბავშვს, რომლის უკანაც სახლი იწვის, ის კი სახლის წინ საქადალაზე ქანაობს. ჟურნალისტის ან ვლოგერის პროფესიამდე მე ვარ დედა და როდესაც სხვისი შვილები უსამართლობის გამო იტანჯებიან, მინიმუმ ჩემ შვილებთან ერთად ტაშფანდური არ უნდა მქონდეს გაჩაღებული. ამორალურია ეს და იმიტომ. როდესაც ხვის 4 წლის ბავშვს შუბლზე იარაღს ადებენ, მე ვერ გელაპარაკებით, ვერ მოგიყვებით, როგორ დამყავს ჩემი შვილები წრეებზე. ამორალურია ეს და იმიტომ. მაპატიოს ჩემ მამაყურებელმა თუ მორიგ ეპიზოდს ელოდა და იმედი გაუცრუდა, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ როდესაც სახლ-ცეცხლი უკიდია, ამ დროს ყველაფერი უნდა გადავდოთ, სახლის დალაგება უნდა გადავდოთ და უნდა ვცადოთ როგორღაც ამ ხანძრის ჩაქრობა. სხვა ყველანაირი მოქმედება ამ დროს აზრს კარგავს. არ ვიცი მომავალ კვირაში რა იქნება. ახლა ძალიან ძნელია მომავლის პროგნოზირება. ძალიან შევეცდები ჩემი საქმიანობა გავაგრძელო, თუ ეს შესაძლებელი იქნა, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ კეთილი სიტყვისთვის, რომელიც აქამდე ჩემთვის გაგიმეტებიათ და იმ გამამხნევებელი მესიჯებისა და მხარდამჭერი სიტყვებისთვის, რომელსაც დიდი ალბათობით მომავალში გაიმეტებთ. დიდი მადლობა.